ეს ერთმანეთს შეხვდება ორი დინამო, ანუ დინამოული დერბი გვაქვს. José Francisco de Puarajuano, Cristiano, Nepauqueno. სადაც მან მიჩენები მას. Alicia, mas tudo pata. მეგონა რომ ვასწრაფე გავხედე და ენთო. კი ბატონო. მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და სპორტ პროდაქშენ სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე სეზონის მორიგ მეოთხედფინალურ შეხვედრას. თავიდანვე გეტყვით, როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული დუეტი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. და დღეს გვაქვს გამორჩეული მეოთხედფინალი, რადგან დღეს ერთმანეთს შეხვდება ორი დინამო, ანუ დინამოული დერბი გვაქვს, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი. მაშ ასე წარმოგიდგენთ მეტოქე გუნდებს, დინამო ბათუმით დავიწყებ, ნიკა მალაზონია და გიორგი მიქელაძე. მოგესალმებით. როგორ ხართ? საბრძოლო განწყობა. ხო არ დაიღალეთ გზაში? კი, უფრო თბილისში. საცობის დროს. უფრო მალე ჩამოვედით, ვიდრე აქ მოვედით. სპეციალურად მოგიწყეს. ხო, გამზადებული იყო უკვე, კი. მოგიწყეს რომ დაღლილიყავით. სხვა რა ხდება თქვენსკენ? სეზონზე, ჩვენ სეზონზე გითხავთ, როგორ მოგწონთ ჩვენი სეზონის თამაში? საინტერესო თამაშებია, ახლა სოციალურ ქსელში ნახვა ბევრია და სასიამოვნოა, რომ ბევრი ადამიანი უყურებს. გუნდების მეგონი თამაშების უფრო ის არის, რა ქვია. კი, და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეიძლება ფეხბურთისგან შორს იყვნენ, შეიძლება გიქნან, რომ აუ გიყურე, ძალიან კარგად ითამაშა და რაღაც. კარგია ძალიან, ეს ცოტა შეცვლილი ფორმატიც გამართლებულია აშკარად და მოგწონს. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ბათუმში რო ჩამოვიდე მიცნობენ ეს. აქამდეც გცნობდნენ, მაგრამ ახლა უფრო. გაიხარეთ, წარმატებას გისურვებთ ბიჭებო, რა თქმა უნდა და თქვენი მეტოქე თბილისის დინამო წინა სეზონის გამარჯვებული გუნდი ლაშა გოდუაძე და გაბრიელ ბერაძე. თქვენ გაშვებით როგორ ხართ ბიჭებო? მოგესალმებით, რა ვიცი, კარგად. კარგი თამაშის მოლოდინში. ძველ ნაცნობებთან. ანჩენი ნახოთ. დავეთანხმები ლაშას, რომ ძალიან კარგი თამაშის მოლოდინში ვარ, იმიტომ რომ სხვა მოწინააღმდეგეები არ მიწყენენ, ალბათ თუ იტყვი რომ შარშანდელ სეზონში ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში სწორედ დინამო ბათუმთან გამოვიდა. მიქელაძე პირველივე წრეში შეხვდით. და შესაბამისად, დღესაც არანაკლებ კარგი თამაშის მოლოდინში ვარ, თუ უკეთესიც არა. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ორთავიან ორჩხულს მოვეღებთ. ჩვენც ასევე წარმატებას გისურვებთ ბიჭებო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავიწყოთ იგივეა ყველაფერი, პატარა ცვლილება, რომელიც ფოტოკონკურსი გვაქვს, ამას კიდევ გეტყვით უკვე ფოტოკონკურსის წინ. იქამდე კი დავიწყოთ უცხოური ტურით. კითხვები არის დასწრებაზე, პასუხები არის დასწრებაზე, რა თქმა უნდა, ის დაასწრებს, ის პასუხობს. მაშ ასე უცხოური ტური, პირველი შეკითხვა. მისი მეორე სახელი ჟან მანუელია და დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად მიიჩნევა. მისი ძმა მალკოლმი ტოგოს ნაკრებში თამაშობს. თავადაც აქვს ტოგოს მოქალაქეობა, თუმცა იმ ქვეყნის ნაკრებში არჩია თამაში, სადაც დაიბადა. კლუბში, სადაც თამაშობს 29 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. ბრედლი ბარკოლა. დაასწრო თბილისის დინამო და ბრედლი ბარკოლა, ბრედლი ჟან მანუელ ესოლისამ ბარკოლა არის ესე იგი სრული სახელი და 1-0 დაწინაურდა. ესოლისამი რო გითხრა თავიდანვე გამოიხსნა. დიკემბე მუტომბოს სახელიც ხო არის? აბა ფიკაიო ტომორის თუ გვეტყვა. ფიკაიო ტომორის არის. დიკემბე ოლუვა ფიკაიომი ოლუვა დიმალოლა თუ რაღაც ეს. აბა პიკასოს თუ მეტყვი. Pablo Diego, José Francisco de Puarajuano, Cristiano, Nepauqueno. სადაც მან მიჩენები მას. კარგი, მცირე გადახვევა და გავაგრძელოთ მეორე შეკითხვა უცხოური ტურიდან. წელს 80 წლის ხდება, თუმცა ჯერაც მოქმედი მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვან მთავარმწვრთნელად იუპ ჰაინკესი. იუპ ჰაინკესი არ არის სწორი პასუხი. მოქმედი აღარ არის. 80-ის ხდება უკვე. თქვენთვის ბოლომდე შეგიძლიათ მოусმინოთ. მთავარმწვრთნელად თითულება, ხოლო სამწვრთნელო ასპარეზზე ტიტულების რაოდენობით ალექს ფერგუსონს და პეპ გვარდიოლას ჩამორჩება. 38 წელი. ზუსტად ამ ხელა პაუზის შემდეგ დაბრუნდა ის მთავარმწვრთნელად ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად თავად გაიყვანა 1984 წელს და ამჯერად მის გაყვანას მსოფლიო ჩემპიონატზე ეცდება. მირჩა ლუჩესკუ? მირჩა ლუჩესკუ სწორი პასუხია, კი ბატონო, მირჩა იყო. სწორი პასუხი 2-0 ანგარიში. გავაგრძელეთ. 84 მიშველა სიმართლე გითხრა.
ახლა მაგ რუმინეთი გაიყვანა მაშინ და რუმინეთი გაიყვანა მაშინ. კი. და ეხაც რუმინეთის ნაკრების უცნელია. აი 94-13 კი ეგ არის. ხო. კი ბატონო, მესამე შეკითხვა. წელს ეს კლუბი დაარსებიდან 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ კლუბის სახელწოდება წარმოიშვა ორი სიტყვის შეერთებით. ერთი იმ ქალაქის უბანია, სადაც არის დაფუძნებული კლუბი, მეორე კი სასახლეს ნიშნავს. და კლუბის დაფუძნებელი მამები იგივე სახელწოდების სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამ კლუბს იმპერატორი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით მოიგო პირველი ევროთასი. ამ კლუბის ღირსება არასდროს დაუცავთ ქართველებს. ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თითქოს ეს ისტორიული ფაქტიც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩაიშალა. თუმცა ქართველს გაუტანია ამ კლუბის კარში გოლი. თუ კიდევ გაგიჭირდათ კლუბის გამოსვლობა, გეტყვით რომ ამ კლუბის ლეგენდები არიან გეორგი ჰაჯი, დაასწრო ბათუმის დინამომ, გალათასარაი. გალათასარაი სწორი პასუხია, კი, გალა, უბანი, გალათასარაი, სასახლე, კი ბატონო, გალათასარაი. გალა და ხო, სარაის სასახლე. 2-1 ანგარიში შეამცირა სხვაობა ბათუმის დინამომ. სტიაუაზეც დავფიქრდი თავიდან. რაზე? სტიაუაზეც დავფიქრდი ჰაჯი. მეოთხე შეკითხვა უცხოური ტურის. ამ შვეიცარიელ მსაჯს ორჯერ უმსაჯია საქართველოს ნაკრების მატჩი. პირველად 1994 წელს, როდესაც მალტასთან ამხანაგურ მატჩი წყდებოდა უმას ისმენ ურსმაიერი. კი ბატონო, გახსოვდა რომ თამაშიც იყო თუ გოლ შვეიცარიელი ნამყოფი ციკნე. ეს სანდრო რა გვარია? ნამყოფი მეც ვარ სხვა. ეს შვეიცარიელი სანდრო ეხლა ლუქსემბურგთან კი არა და პორტუგალიასთან. ეგ არა ის უფრო მახსოვს, იმიტომ რომ სატესტო მატჩი იყო მაშინ. კი ბატონო. მაგ ისტორიას აღარ მოყვები ხომ? მაგ თამაშიდან დავიწყე და არც ერთი თამაში აღარ გამომიტოვებია მე შავშავიანში. ნაკრები. ესე იგი შენი პერსპექტივიდან მოგვწევს. 3-1 ანგარიში და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს იყო პირველი ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელშიც ერთმანეთს თავისი ქვეყნის არაჩემპიონები შეხვდნენ. ანუ წინა სეზონში ჩემპიონი. რეალი ლივერპული. რეალი რომელი წელს რეალი ლივერპული ხო? ნუ წელზე ხო არა, წელზე არის, მაგრამ ხო არა, არ არის სწორი პასუხი ყოველთვის რეალი ლივერპული. ანუ წინა სეზონში ჩემპიონები არ გახსარა. ერთი მონაწილის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ლეგიონერი იყო, ხოლო მეორეში 7 ლეგიონერი. მატჩს ქარიზმატული პიერ ლუიჯი კოლინამ საჯობდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა არ გახდა საჭირო. გოლების ავტორი 3 იყო. ერთი ფეხბურთელი, რომელმაც სასტარტოდან დაიწყო თან. მანჩესტერი ბაიერნი 99. კი ბატონო, მანჩესტერი ბაიერნი იყო იქამდე, რეალი ლივერპულამდე იყო მანჩესტერი ბაიერნი. 4-1 ანგარიში უცხოური ტური დასრულებულია და ფოტოტური. ფოტოტურში მოკლედ როგორც წინა ეტაპზე იყო ისე აღარ იქნება თლიანი ფოტოები არ მოხდება, ამოხდება ჯერ ფოტოს ერთი ფრაგმენტი, თუ ამ ფრაგმენტით გამოიცნოთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დააჭიროთ და მეპასუხოთ, თუ არ გეცოდინებათ, მე დაემაც რაღაც 5 წამში უკვე დავამატებთ მეორე ფრაგმენტს და ასე შემდეგ. მოკლედ ფოტოტურის პირველი ფოტო არის 3-4-ზე ფოტო, უნდა გამოიცნოთ ფეხბურთელი ფოტოთი და გავუშვათ პირველი ფრაგმენტი. აბა მარტო აი ამით თუ გამოვიცნოთ. კარგი, არ არის ვერსია, დავამატოთ, მაშინ ცოტა დავამატოთ. აი, უკვე დინამო თბილისმა დააჭირა. იაპსტამი სწორი პასუხია, კი ბატონო, იაპსტამი. თმიანი იაპსტამი. ბათუმშიც ესე იყო ჩამოს. ხო, ბათუმშიც ასე იყო ჩამოს, კი ბატონო. მაშინდელი ფოტო ხო არ არის? ხარისხი არ იქნება. ესე არის. შემდეგი ფოტოა საერთაშორისო მატჩიდან, უნდა თქვათ უბრალოდ მონაწილე გუნდები და გავუშვათ პირველი ფრაგმენტი. რა თქმა უნდა, აქ ხა ორივე მონაწილე გუნდს ვერ იტყვით, ასე რომ დავამატოთ მეორე. დააჭირა ბათუმის. მანამდეც ჰქონდა ეგ ვერსია, საფრანგეთი ბრაზილია თავისთავად 2006 წელს. კი ბატონო, სწორი პასუხი აბსოლუტურად 5-2 ანგარიში. ბურთი თავიდანვე ვიფიქრე ექსექს, მაგრამ ხო გავდა ის. და ხედავ. ჯაბუანი იყო. ძალიან მაგარი პასუხი იქნებოდა თავიდანვე რომ ნუ ჯერა რომ ის იყო. არ გავრიშე. არ წავით რიგაში. 5-2 ანგარიში და შემდეგ კითხვა არის უკვე ორქულიანი, რადგან არის ქართულ თემატიკაზე მეგობრებო და ანუ უნდა თქვათ ანუ ქართული ან კლუბის ან ნაკრების თამაში იქნება და მონაწილე გუნდები რა თქმა უნდა. პირველი ფრაგმენტი აი ასეთი. თუ არ გვაქვს ვერსია, დავამატოთ მეორე.
დინამოს თბილისმა დააჭირა. ეს უნდა იყოს საქართველოს ნაკრები კამერუნი. საქართველოს ნაკრები კამერუნის სწორი პასუხია, კი ბატონო, ამხანაგური მატჩიდან 2010 წელი და შესაბამისად 7-2 ანგარიში 5-0 დაწინაურდა თბილისის დინამო, მაგრამ გადავდივართ ქართულ ტურზე, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი მეგობრებო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია წინ დარჩენილი. მით უმეტეს ორი ისეთი გამოცდილი გუნდით თამაშობთ, რომ ყველაფერი შეიძლება მოგწოს. მაშ ასე ქართული ტურის პირველი შეკითხვა. თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში მართვეში დაიწყო. 1992 წელს ტყავის ბურთის გათამაშებაში 10-11 წლის ფეხბურთელებს შორის ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო. ცნობისთვის ამავე ტურნირზე ბომბარდირი გოჩა ჯამარაული გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი ესტონელმა მარკ ოომმა მიიღო. პირველი ეროვნული ჩემპიონატი ბათუმში ითამაშა და შემდგომ საბერძნეთში გადასახლდა. საიდანაც უკვე სახელგვარ შეცვლილი დააჭირა თბილისის დინამომ. ანდრონინიადი. კი ბატონო, ანდრონინიევი ინჟინერი. ხო, ვერ მოასწარი, დავინახე. 9-2 ანგარიში, ნუ საბერძნეთში გადასახლდა. მეგონა რომ ვასწრდი გავხედე და ენთოლიკეთი. კი ბატონო. 9-2 ანგარიში, შემდეგი შეკითხვა. ქართველ ფეხბურთელ ძმებს შორის მათი კარიერა გამორჩეულია. ორივე ერთად თამაშობდნენ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში და აზერბაიჯანში. ერთადერთი სადაც ერთად არ უთამაშიათ საქართველოს ნაკრებია. უმცროსი ძმის აქტივში 4 მატჩია, უფროსი კი არასდროს მიუწევია. ისევ თბილისის დინამო? ეს უნდა იყოს კილასონიები. კილასონიების სწორი პასუხია, ვარლან კილასონია და გიორგი კილასონია. სწორი პასუხია 11-2 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს ბრაზილიური კლუბი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი. ერთხელ საბჭოთა კავშირის დროს დაასწრო ბათუმის დინამო, პალმეირას. პალმეირასი სწორია, რა თქმა უნდა, ბათუმში იყო. ბათუმში იყო, რობერტო კარლოსი ყავდა რომელიც 13 წელი 14. მოკლედ ანგარიში 11-4-ია და შემდეგი კითხვა. ყურადღებით მოусმინეთ ამ ფეხბურთელების გვარებს და მითხარით რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან. მერაბ კაციტაძე, თემურ კაბისაშვილი, როი ნონიანი, გოჩა ტყებუჩავა, ვახტანგ ხვადაგიანი, გია ნადირაძე, გოჩა გუჯაბიძე, როსტომ თბილისის დაასწრეს ერთი მატჩი ნაკრებში. თითო მატჩი აქვს პირველ თამაში იყო ყველა, ხო, ბატონო, კი. ვიფიქრე ეგ ზუსტად, მაგრამ ანუ პირველში თავიდან აპირებდა პირველ თამაში იყვნენ ვიჩავ და ძალიან ბევრი გუჯაბიძე მიიშვა. როსტომ თორღაშვილი მე ჩვენი ბათუმში გიდა გიანადი. შემდეგი იყო გიანადირაძე ტორპედოდან იყვნენ მაშინ და თორღაშვილი წამოვიდა მე ბათუმში. მანამდეც იყო და მე წამოვიდა. გუჯაბიძე შემდეგი იყო უკვე როსტომ თორღაშვილი და მეთქვა და როსტომ თორღაშვილი თქვი? თქვი? ბოლოს არის ხო, ისე გუჯაბიძე არის ესეთი რა ქვია. შემდეგაც გუჯაბიძე არის თამაში გიანადი პირველ თამაშზე და თამაში კავშირით პარებს გარეშე პროსტა მაგი ვიფიქრე რომ ერთი თამაში ნაკრებში. კარგი, ანგარიშია 13-4 დავარ. და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უთამაშია. მათ შორის ამ ქალაქში მხოლოდ ერთხელ. გურჯაანში. გურჯაანის სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. 13-6 ანგარიში. აი ნორა კიდე წვრთნიდა წინა იმას რომ შემეშალა. ქართული ტურის შემდეგ ანგარიში გახდა 13-6 და წინ გვაქვს ქალაქობანა. მაინც ქალაქობანა კი, მაგრამ აქ სხვადასხვა სამკურიანები იმედი ვიგზნობთ მაჯას ვიგზნობთ იმედია. არის უნარები თუ გამოაჩინეთ, შეიძლება რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ყველაფერი. მოკლედ პირველი ეტაპი ქალაქობანას იცით, აქ კითხვა წავსვა, უბრალოდ ამოვა ასობგერა დოლურაზე და დასწრებაზეა, რომელიც ჩაწერთ, ესე იგი, ნაკრები FIFA-ს წევრი ნაკრები უნდა იყოს, გეტყვით ამასაც, იმიტომ რომ ერთ-ერთმა გუნდმა წინა თამაში ჩვენმა მეგობრებმა ქუთაისის ტორპედო ნაურუ თქვეს, ნაურუ არ არის FIFA-ს წევრი, ორიგინალურს მეტყვით იფიქრეს და ნაურუ თქვეს. ნიგერია, ნიდერლანდები, ნორვეგია. არა, ეს არ გვინდა. არ გვინდა და გურჯაანზე აქვე გურჯაანზე აღებულ პასუხს ვუძღვნი ამ მონაწილეს და ჩვენს მეგობარ პაატა ჩახბაშვილს. კი ბატონო. გურჯაანან ინფლუენსერს. ბატონო. აგიწია მაისო და პაატა. პაატას ფულ. I belong to პაატა. კაკას ვარიან. აი, მოკლედ, აქ არის დასწრებაზე, ესე იგი, ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მაშინ ასე დავატრიალოთ და ნახოთ პირველი ასო, რომელი ამოვა. და შემდეგ დაიწყეს გვეტყვი. ასობგერა, დავიწყოთ. ანუ ნაკრები,
კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და ნელი. სტოპ. და დაასრულა საქმე. ვაჩვენოთ კამერებს. აქ თუ მაინც ყოველ თქვენ კამერას ვაჩვენოთ, დავაფიქსიროთ. დავიწყოთ. კარგი. და დავიწყოთ. ნაკრები. ეს სწრაფად როგორ წერს? ეგვიპტე. ესპანეთი. ნაკრები ეგვიპტე თქვენ ესპანეთი. ეგვიპტე ესპანეთი ანუ 2-2 ქულა დაგემატათ ანუ 13-6 იყო და დევკო შეგიძლიათ 13-6 იყო ანგარიში 15-8 გახდა ანგარიში კლუბი ევერტონი. ესპანიოლი. 2-2 ქულა დაგემატათ და 17-10 გახდა ანგარიში უცხოელი ფეხბურთელი ერერა. ეუსები. 2-2 ქულა და ის წერილი და ის უთხარი. 19-12 ქართველი ფეხბურთელი ენდელაძე. თითო ქულა და 20-13 ანგარიში და მისტერ ევროპა ლიგა. უნაი ემერი. ელენიო ერერა. ერე ჩვენი ერერა და ხო, ერერა პირველ ტურშიც იყო სხვათა შორის, მაგრამ რა ვქნათ, ახლა 33-100 გვაქვს და გვიწევს გამეორება. არჩევანი არ გვაქვს დიდი. მას ასე 22-15 ანგარიში და გადავდივართ ქალაქობანას შემდეგ რაუნდზე. ახლა ამოვა 100, ოღონდ ასე აღარ წერთ, რა თქმა უნდა, მე სვავ კითხვებს და იმ კითხვებზე პასუხებს კი ბატონო. პასუხებს წერთ. დავატრიალოთ და ვნახოთ. 100 ბგერა პ. კი ბატონო. დავიწყოთ. ნაკრები. ამ ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთხელ 2018 წელს ითამაშა. ნუ ფინალურ ეტაპზე რა თქმა უნდა. კლუბი. დაასახელეთ კლუბი, რომელშიც მოთამაშე მწვრთნელად პიტერ შილტონი თამაშობდა და რომელმაც წელს ასოციაციის თასიდან ლივერპული გააგდო. უცხოელი ფეხბურთელი. სულ რაღაც ერთი სეზონი, მაგრამ მაინც ის იყო ბარსელონას ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპელი კაპიტანი. სულ რაღაც ერთი სეზონი, მაგრამ მაინც ის იყო ბარსელონას ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპელი კაპიტანი. ქართველი ფეხბურთელი. ზესტაფონში დაბადებული ეს ფეხბურთელი იყო იმ თბილისის დინამოს წევრი, რომელიც პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ზესტაფონში დაბადებული ეს ქართველი ფეხბურთელი იყო იმ თბილისის დინამოს წევრი, რომელიც პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. და მწვრთნელი. ბერძნული წარმოშობის ამ მწვრთნელს ავსტრალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები, ახლა კი ინგლისურ კლუბს უქმნის. სტოპ. კი ბატონო. ნუ ეს ხო შეგვიძლია დაწერო. ხო არა, აქ ხო აქ არ არის დავწერო. ხან გადაშლილი გადმოშლილი გვაქვს და მე მქონოთ გვიწერია, მე მგონი სწორად დავწერე. ამ ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთხელ 2018 წელს ითამაშა. პანამა. სწორი პასუხია პანამა, თითო ქულა დაგემატა და 23-16 ანგარიში. კლუბი, რომელშიც პიტერ შილტონი მოთამაშე მწვრთნელად ლიმუთი, ხო პრესტონი დავწერეთ, გადავშალეთ ლიმუთი გვიწერა. კი ბატონო. გამახსენდა ბოლოს. დროშია მოსწრებული, ასე რომ არ არის პრობლემა. 24-17 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც ბარსას კაპიტანი იყო, ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპელი. პიალიჩი. იანიჩი გვიწერია ჩვენ. ჯიკა პოპესკუ გახდათ. ვაუ, გეორგ პოპესკუ, ვაუ. კარგი იყო. პიალიჩი მესის დროს იყო ვერი. ხან სიტყვაზე ანუ შეიძლება რაღაცა ერთი რაღაცა ის არის, სეზონის კაპიტანი. პოპესკუ თამაში ითვლებოდა. არა, არ ითვლებოდა. არა, ოფიციალურად. სეზონური კაპიტანი. კი. მე შეიძლება რომელიმე თამაში მოიგაიამეთ ესე. 24-17 დარჩა ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზესტაფონში დაიბადა და 64 ტრიაშვილი. კი ბატონო, სწორი პასუხია 25-18 და ბერძნული წარმოშობის კოსტეგოგლუს სწორი პასუხია და თითო ქულა დაგემატათ, ისევ და 26-19-ია ანგარიში. და ბოლო ეტაპი, სადაც უკვე არ ვიცით რა ასოზეა, კითხვები. უბრალოდ ყველა პასუხი ერთი და იგივე ასოზე არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ გეუბნებით რომელი ასოა ეს და კატეგორიები იგივეა. მაშინ ასე შეგვიძლია დავიწყოთ. 26-19 და ბოლო რაუნდი ქალაქობანას. ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს, ოლიმპიადებზე კი 1 ოქრო და 2 ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატზე ჯერ медали ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს, ოლიმპიადებზე კი 1 ოქრო და 2 ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატებზე ჯერ медали ვერ მოიპოვა. კლუბი ირლანდიის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ კლუბს აქვს მოგებული. ირლანდიის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ კლუბს აქვს მოგებული. უცხოელი ფეხბურთელი. ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველი 2 წევრი იყო ტიერი ანრი და ინგლისის ნაკრების ეს ლეგენდარული ფორვარდი.
ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველი ორი წევრი გახდა ტიერი ანრი და ინგლისის ნაკრების ეს ლეგენდარული ფორვარდი. ქართველი ფეხბურთელი. ეს მცველი სხვადასხვა დროს ავსტრიულ შტურმსა და ბერძნულ ერგოტელისში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში კი ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. მცველი, რომელიც სხვადასხვა დროს ავსტრიულ შტურმსა და ბერძნულ ერგოტელისში თამაშობდა, ჩვენ ნაკრებში კი ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. და მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, ორი კლუბის გაწვრთნა უკვე მოასწრო: ანტალიასპორის და დორტმუნდის ბორუსიის. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, ორი კლუბის გაწვრთნა უკვე მოასწრო: ანტალიასპორი და ბორუსია. კარგი, აბა დავიწყოთ. ვაჩვენოთ კამერებს 26-19 ანგარიშს შეგახსენებთ და ნახოთ აქ ახლა რა მოხდება. ნაკრები, რომელმაც სოფლიოზე 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღო შვედეთი. შვედეთის სწორი პასუხი, ან თავიდანვე ესე იგი სწორად წახვედით რომელ ასოზე უნდა. ანუ მე მოვბრუნდით ჩვენ მართალია, ვერა? ხო, ნუ ეგეც საქმეა. ირლანდიიდან 27-20 მე მგონი სწორად მოვბრუნდით, აბა შემროკლი და შემროკლი რომელსაც ყველაზე ვეჯერ აქვს ირლანდიის ჩემპიონატი მოგებული 28-21-ია პასუხისა ანგარიში. ინგლისელი ფორვარდი, რომელმაც ტიერი ანრისთან ერთად დიდების დარბაზში პირველ მასში 29-22. ქართველი მცველი, ბუფონზე გამტანი გიორგი შაშიაშვილი, რომელმაც ბუფონს გაუტანა და თითოეთოქულა კიდევ დაგემატათ და მწვრთნელი, რომელსაც ვეღარ გაიხსნა და კიდე 3 ქულა დინამო თბილისის აქტივში და 10 ქულიანი სხვაობით ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერზე ქონდათ პასუხები ქალაქობანაში, ასე რომ აღარ შეცვალა ქალაქობანას ტურმა აღარაფერი და თბილისის დინამოს ულოცავ ნახევარფინალში გასვლას, ბათუმის დინამოს კი უღრმეს მადლობას გადაგიხდით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი თამაშისთვის, რამდენიმე კითხვაზე დაგასწრეს ბიჭებო, თორე რა თქმა უნდა ხედავდი. კაცი თამაშით, მაგრამ წავაგეთ. თქვენს გქონდათ პასუხები, რა თქმა უნდა. ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ხელა გზაზე ჩამოდიხართ ხოლმე, ვისაც ჩვენს პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. მე კი დაგემშვიდობებით, ზვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი ამ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული კი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. კარგად მზადდებოდეთ, შევხვდებით ძალიან მალე.